თიები არის ცისკრის ვარსკვლავი. თიები არის სინათლე. რომელიც პირველი ამოდის ცალ. ჩვენ გვჭირდება გონების სინათლე. ჩვენ გვჭირდება გულის სინათლე. და უმთავრესი იდეათაგანი, არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იდეა ჩვენი სკოლის არის ის, რაც ეს ორი სიტყვა პირველად სოლომონ ბრძენმა თქვა სხვათა შორის გონიერი გული. უემოციობა არ ვარგა, მაგრამ მარტო ემოციურობაც დამღუპველია. ამიტომ ადამიანს სჭირდება რომ იყოს რაციონალურიც და ემოციურიც და იყოს ეს ბუნებრივი ნაზავი. აი ასეთი სინათლის ძიებაში არის თიები და მე მგონი ყოველობს კიდეც. სასწავლო პროგრამების განხორციელების სისტემის განვითარებაზე სინთეზური ფიქრის საათი. ჩემთვის დიდი პატივია ამ სკოლაში მუშაობა. და რატომ? იმიტომ რომ ეს სკოლა მიმართულია იმისკენ, რომ ახალი საგანმანათლებლო პროგრამები დაინერგოს, ახალი ურთიერთობები განხორციელდეს როგორც საქართველოში შიგნით სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის, ისე უცხოეთშიც, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც არის ერთი უდავო ფაქტი. აიბიმთიების შინაარსი ეს არის მოსწავლეების აკადემიური, ეთიკური და ფსიქოემოციური განვითარება. ჩვენი საზრუნავი ამ შემთხვევაში უმაღლესი სკოლის გახლავთ ის, რომ ჩვენმა კურსდამთავრებულებმა წარმატებით გააგრძელონ სწავლა როგორც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, ისე სურვილის შემთხვევაში საქართველოს ფარგლებს გარეთაც, თქვათ, ევროპაში ან ამერიკაში და ესეთი პრეცედენტები გვაქვს. ჩემთვის აიბიმთიები არის ჩემი მეორე ოჯახი, სადაც ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს, ურთიერთობ ბავშვებთან, ადამიანებთან, რომლებსაც ვასწავლი და ვსწავლობ და ყოველ ჯერზე მათთან ერთად ვიზრდები. ჩემთვის აიბიმთიები არის ახალი იდეების კერა, სადაც ყოველი დღე სიახლეა, ყოველი სასწავლო წელი სიახლეებით ახსოვსია და ყველაზე საინტერესო ხედავ ეს სიახლე როგორ ცოცხლდება, როგორ მიდის მოსწავლესთან და ვითარდება. აიბიმთიები არის განვითარების და მუდმივად აქტიური ცხოვრების სტილი ჩემთვის. აქ ვერ გაჩერდები უბრალოდ, უნდა განვითარდე, გაიზარდო და აიბიმთიები მაძლევს ურთიერთობას თქვენთან ყოფნის და თქვენთან მეგობრობის საშუალებას. აიბიმთიები ჩემთვის არის ოჯახი, სადაც ძალიან კომფორტულად ვზრუნავ თავს. აიბიმთიები არის ჩემთვის ყველაფერი, ეს არის მართლა ოჯახი, სადაც შევიძინე მეგობრები. არა მარტო მასწავლებლების სახით, არამედ მოსწავლეების სახით. მიყვარს, სადაც შევიძლია იყო თავისუფალი, დამოუკიდებელი და კრეატიული და დიდი მადლობა ამისთვის მთიებს. ჩემთვის აიბიმთიები არის შესაძლებლობა, რომ მქონდეს ნათელი მამა. ჩემთვის აიბიმთიები არის ერთი დიდი ოჯახი, სადაც მუშაობენ პროფესიონალი ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ ბავშვების და მომავალი თაობის აღზრდაზე, განვითარებაზე, პიროვნებებად ჩამოყალიბებაზე. ჩემთვის აიბიმთიები პირველ რიგში არის ახალგაზრდებისთვის საუკეთესო განათლება. მეორე, მუდმივი სწავლა განვითარებისკენ და სიახლეებისკენ და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის რაც არის ადამიანური ურთიერთობები და გუნდურობა. მე ვარ მოსწავლე, თიები არის ჩემთვის ადგილი, სადაც ადამიანმა სხვებთან და რაც თავარია საკუთარ თავთან ურთიერთობა უნდა ისწავლოს. თიები არის ჩემთვის სწავლის ტაძარი, სადაც ადამიანმა უნდა გაატაროს ცხოვრების საუკეთესო წლები და აღიზარდოს როგორც ღირსეული მოქალაქე. იცით რა, მე ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. და თიები არის ეს ადგილი, სადაც მეძლევა საშუალება, რომ განხორციელდე ჩემს პროფესიაში. ვაკეთო ის, რაც ძალიან მიყვარს და ძალიან მსიამოვნებს. აიბიმთიები ეს არის ადგილი, სადაც მე მგონი ყველა ბავშვს, ყველა უფროს და უცხოს ადამიანს უხარია მოსვლა. განსაკუთრებით მოსამზადებელ ჯგუფებში ყავს ძალიან ბევრი ბავშვი და ისინი არიან ბედნიერები, რომ ქვიათ აიბიმთიების მოსწავლეები. უხარიათ, სწავლობენ, არიან ძალიან განვითარებულები და ეუფლებიან ბევრ სხვადასხვა უნარჩვევას. არის ჩემი ცხოვრების ნახევარი ბიოგრაფია.
მე დამთიები ვართ ერთი ისე რომ იმდენი წლები მაქვს აქ გატარებული რომ ჩემთვის მთიები ცალკე დამოუკიდებელი არ არის ჩემთან ერთად არის მთიები ჩემს ბიოგრაფიის ნაწილია მთიები ჩემთვის ტკბილი ჭაბანწყვეტაა ჩემთვის მთიები პირველ რიგში არის აი ეს ცვლილებების და სიახლის გენერატორი სადაც იბადება უამრავი ინოვაციური იდეა უამრავი საინტერესო ამბავი და მიხარია რომ ამის მონაწილეობა ჩემთვის აიბიმთიები უსაზღვრო წარმატების საშუალებას იძლევა. ეს ადგილია სადაც გავიზარდე და ძალიან მოხარული ვარ რომ არსებობს, იმიტომ რომ უსაზღვრო შესაძლებლობებს გვაძლევს მოსწავლეებს რომ განვითარდეთ, გავიცნოთ უამრავ სიახლეებს და ვიპოვოთ ჩვენი ცხოვრების გზა. აიბიმთიები არის ჩემი ცხოვრება, ჩემი ახალგაზრდობა და ჩემი გამული წლები. მადლობა. პირველ რიგში ვიტყვი, რომ აიბიმთიები არის ჩემთვის ის ადგილი, სადაც მოიცა თავი წარმოგვიჩინა როგორც პროფესიონალის და გამოცდილების ხალხი ამ კუთხით და მეორე მხრივ რა თქმა უნდა ეს არის ადგილი, სადაც იზრდებიან მომავალი თაობები, რომელთაც შეუძლიათ შექმნან რეალურად უკეთესი ქვეყანა და უკეთესი მომავალი საერთო მსოფლიო მასშტაბით. ჩემთვის აიბიმთიები არის სკოლა, რომელიც მაძლევს საჭირო უნარებს, რომ ვიყო თავისუფალი და მივაღწევ იმას, რასაც მინდა. ჩემს აიბიმთიები არის ადგილი, სადაც შემიძლია რომ განვითარდე და ვიყოთ საკუთარი თავი. აიბიმთიების არის სკოლა, რომელმაც შემოძლებინა რომ გამოჩინამდელი მეგობრები, მიიღო სწავლა, განათლება და დამეხმარა რომ ცხოვრება გამებრძო უფრო კარგად. აიბიმთიები ჩემთვის არის მოსწავლე, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი ცოდნა და შეუძლია მისი პრაქტიკაში გამოყენება. გაბრიელ, შენ მოგწონს აიბიმთიებში სწავლა? კი, ძალიან. აიბიმთიებში სწავლა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, აქტიური, ხალისიანი და მრავალფეროვანი პერიოდი იყო. ძალიან კარგად მახსენდება ის დღეები, როდესაც სკოლაში ყოველდღურად მიწევდა მისვლა, ჩემი მეგობრების ნახვა. საბედნიეროდ სკოლიდან დამრჩა უამრავი კარგი მეგობარი, ასევე გამიმართლა რომ მყავდა არაჩვეულებრივი პედაგოგები და ვფიქრობ რომ გარდა კარგი განათლებისა ამ სკოლამ ჩვენს პიროვნულად ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშა, გავხადა უფრო დამოუკიდებლები, წარმატებულები და ვფიქრობთ რომ ჩემი კლასი იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლასი აიბიმთიების ისტორიაში და მიხარია რომ მეც ვარ აიბიმთიების ისტორიის ერთ-ერთი პატარა შემადგენელი ნაწილი. ჩემთვის აიბიმთიები არის ოჯახი. მე ვთქვი რომ აიბიმთიები თითოეული ჩვენგან ისის მეორე სახლია. ძალიან ბევრ გამოცდილებასა და რა თქმა უნდა ცოდნას თავაზობს და ვამაყობ რომ აიბიმთიებში ვსწავლო. ჩემთვის არის თავგადასავალი. სკოლა აიბიმთიები ჩემთვის არის მომავლის გარანტია. აიბიმთიებმა მომცა მეგობრები და ახალი ხალხის გაცნობის საშუალება. ლაზარე, მოგწონს სკოლა? კი, ძალიან და ბევრი მეგობრები მყავს და ბევრი მასწავლებლები და ჩემი ერთი მასწავლებელი კიდე არის ქალბატონ ნათლია, რომელიც ეგეც ძალიან მიყვარს. აიბიმთიები ჩემთვის არის ერთი დიდი მთლიანი ოჯახი, რომელმაც მასწავლა ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილები. არ ვისწავლია მხოლოდ მათემატიკა და ქართული, ვისწავლე მეგობრობა, ერთგულება და როგორ უნდა ყოფილიყავი უკეთესი ადამიანი. ახლა მე დავამთავრე სკოლა წლების წინ და ახლა ისევ დავბრუნდი აიბიმთიებში როგორც მშობელი. ეს არის ჩემთვის ძალიან ემოციური შეგრძნება, რადგან ჩემი შვილი იგივე დერეფანში დადის, სადაც მე წლების წინ დავდიოდი და თითქოს ერთ სივრცეში ვაერთიანებ წარსულსა და მომავალს. მე როგორც ყოფილი მოსწავლე და ამჟამინდელი მშობელი ძალიან ვამაყობ, რომ ვარ ამ დიდი ისტორიის ნაწილი. მე ძალიან ბედნიერი ვარ იმისი, რომ ღმერთმა საშუალება მომცა ეს, არ ვიცი, ძალა მომცა თუ იმისა, რომ ეს ადამიანები ერთად შემეკრიბა, ჩვენ სულ ყველას ერთად გვეკეთებინა ის დიდი საქმე, რასაც ბავშვების, ადამიანების აღზრდა ქვია. მე სულ იმას ვამბობ, მე სხვანაირად ჩემს ქვეყანას აღარ ვემსახურები.
ეს არის ჩემი სამსახური ქვეყნისადმი, ეს არის ჩემი სამსახური ოფლისადმი. დიდი მადლობა. მე მართლა ყოველი დღე რო თენდება, მართლა ბედნიერი ვარ, რომ მოვდივარ სკოლაში და ვაკეთებ ამ საქმეს.